დაპატიმრებული ნიკამელია, რომელიც უკვე 2 კვირაზე მეტია რუსთავის მე-12 დაწესებულების 314 საკანში არის გამოკეტილი, მოსამართლე ირაკლი ხუცკივაძემ ისევ პატიმრობაში გაუშვა. საპატიმრო აღკვეთღონიზებასთან დაკავშირებით მსჯელობდა დღეს 1 საათის განმავლობაში მოსამართლე ნიკამელიას, მოსამართლე შვანგირაძისთვის წყლის შესხმას არ პატიობენ. დღეს ბრალდება წაუკითხეს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში და შემდეგ დღის ბოლოს იმსჯელეს აღკვეთღონიზებასთან დაკავშირებით. შეიძლება ითქვას, რომ მოსამართლე ირაკლი ხუცკივაძემ, ვინც ამ საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ გადაწყვეტილება გამოაცხადა და არ დამალა, რომ ქართული ოცნებისთვის თავისუფალი ნიკამელია პრობლემაა და ურჩევნიათ, რომ ის ციხეში იყოს გამოკეტილი. მოსამართლემ ახსნა განმარტება გააკეთა, რატომ უშვებდა ხელმეორედ დაპატიმრებულ ბრალდებულს ციხეში და აღნიშნა, რომ ის სისხლის სამართლის საქმე, რომელ საქმეზეც ნიკამელია არის ახლა ციხეში და იხდის სასჯელს, სულ რამდენიმე დღეში შესაძლოა დასრულდეს ნიკამელიას გამართლებით, ან შესაძლოა არასაპატიმრო საყდელი დააკისრონ ნიკამელიას, ამიტომ მოსამართლემ მიიჩნია, რომ აუცილებელი არის ნიკამელია ციხეში იჯდეს, რადგან მის პიროვნებასთან დაკავშირებით იმსჯელა მოსამართლემ და ასევე აღნიშნა ის, რომ შესაძლოა მოწმეებზე გავლენა მოახდინოს ბრალდებულმა მელიამ. თუმცა ბუნებრივია კითხვები ჩანს, როგორ შეიძლება გავლენა მოახდინოს თავარ მოწმეზე, თავარ დაზარალებულზე პროკურატურის მტკიცებით მოსამართლე შვანგირაძეზე, იმ მოსამართლეზე, რომელსაც ოპოზიციის ლიდერმა სხდომათა დარბაზში წყალი შეასხა. Სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ ჩანაწერები, გამოთხოვილი ვიდეოები ჩანაწერი დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტისთვის საკმარისია, იმისთვის გასაკეთებლად, რომ შესაძლოა ბრალდების ჩანაწერი კონკრეტულ პროგრამას აღქმის მეთოდება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში მომენტებად არსებობს საპარლამენტო ჩადენის საფრთხე ბრალდების ირონების გათვალისწინებით, მისი წერის გათვალისწინებით, მისი წარსული ცხოვრების გათვალისწინებით, მომენტებად არსებობს ეს საფრთხე და არსებობს ეს საფრთხე ბრალდების ფაქტი, ეს არის მტკიცებული განადგურების და მიმალის საფრთხე, რაც შეეხება აქტურის კონსტიტუციის სახეს, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მიმართ განადგურებული უნდა იქნეს პარლამენტი. დღეს სხდომათა დარბაზში გახდა ცნობილი, რომ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე პროკურატურას გამოკითხულიც კი არ ყავს. არადა ნიკამელიას ედავებიან მოსამართლის შეურაცხყოფას, თუმცა პროკურატურამ არ იცის ისიც კი იგრძნო თუ არა თავის შეურაცხყოფილად მოსამართლემ, არადა მუხლი, რომელთაც ედავებიან ნიკამელიას 2 წლით პატიმრობას ითვალისწინებს. ბუნებრივია ამ თემასთან დაკავშირებით დღეს დაცვის მხარემ ყურადღება გაამახვილა სხდომათა დარბაზში ნიკამელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა კითხა პროკურატურას ყავდა თუ არა შვანგირაძე გამოკითხული და მისგან მიიღო პასუხი, რომ შვანგირაძის გამოკითხვა ამ ეტაპზე არ მომხდარა. ბატონი შვანგირაძე მისი შეურაცხყოფის ფაქტსაც აქვს ადგილი აღნიშნულ ბრალდების შინაარსით, გამოკითხული დღემდე არ ყავთ, ხო? დაცვის ფაქტი ჩვენ რაც გადმოგვეცა, იქ არ არის. არც გამოკითხულ პირთასიაში და არც დოკუმენტებში და რამე ახლა მას შემდგომაც გადაგმოგვეცა სამართლის ნორმებით და ჩვენ ხო ვარაუდებთ, რომ აქ საუბარია წყლის შესხმაზე და კონკრეტულ სიტყვაზე, ხო? რამ შეუშალა ხელი, როდესაც დღეს ბრალდება წარუდგინეს ნიკამელიას, რომ ჯერ გამოეკითხათ მოსამართლე შვანგირაძე დაეფიქსირებინათ მისი პოზიცია, საერთოდ ძნობს ეს ადამიანი თავს შეურაცხყოფილად თუ არა და მე უკვე წარადგინეთ არჩეულ ბრალდება. ეს რაც შეეხება ფაქტობრივ ხომს. თავარი მოწმე, თავარი პირი, რომელიც თავდაპირველად ეხარება ბრალდების შინაარსი, მისი პოზიცია არ ვიცით აქტურის პოლიციის ქვეშ და შესაბამისად დღეს ახლა პროკურატურა გვიგვისებს, რომ შეურაცხყოფილი არის ბატონი შვანგირაძე და აქედან გამომდინარე სასამართლოში პატივშეწმობას აქვს ადგილი და ბრალდს აღუდგინეს ნიკამელიას. სახელმწიფო მბრალდებელი მედია ცირამოა დღეს მოსამართლეს არ წმუნებდა, რომ მისთვის რთულად არის წარმოსადგენი ადამიანი, რომელსაც წყალს შეასხამენ, შეურაცხყოფილად არ იგრძნობს თავს. ამიტომ განმარტა სასამართლოს სხდომათა დარბაზში, რომ ამ ეტაპზე მოსამართლის გამოკითხვა მისთვის არ იყო მიზანშეწონილი. დღეს სახელმწიფო მბრალდებელმა პროკურორმა განმარტა, რომ ნიკამელიასთვის პატიმრობის გამოყენება აუცილებელი იყო, რადგან არსებობდა მელიას მიმალვის საფრთხე, ასევე არსებობდა მტკიცებულებების განადგურების საფრთხე და მოწმეებზე გავლენის მოხდენის. სასამართლოზე ბრალდებულმა ნიკამელიამ შეიქმნა სასამართლოს უპატიურებულობა, რაც გამოხდა საქმის გამგებელი მოსამართლის შეურაცხყოფით, განმარტებია მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა და სხდომის დარბაზზე გაძევების შემდგომ კი მას უნამუსოთი მიმართა.
მოქმედების ფაქტორები გარემოებების მხედველობაში ვიღებთ დარჩეულის ფაქტორები ხარისხის და მომდინარე საფრთხის აგრეთვე მრავალგვარი პიროვნების და შემოსაჯაროების ინტერესების გაყვანისებით მრავალი მხარის ვერსია რომ მრავალგვარი სასამართლოში პირველი ძარცვების სიტუაცია აღმოსავლეთ ეს გამოყენებული აპატის კომისიება მრავალი მხარის ვერსია რომ მის საქმეზე კონკრეტულ შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილია სამივე საფრთხე რაც ისმოწმობს როგორც დანიშნულების საფრთხების გაგრძელების ასევე მიმალულზე საქმეზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადატვირთვის საფრთხეს ასევე მნიშვნელოვანია ის რომ მრავალგვარი სულისმეცნება სხვა სისტემის საფრთხის საქმეზე გავლება მოწარდენია ამ საფრთხეების და დასაწყობი დანიშნულების საფრთხების გაგრძელების მომავალი რისკიდან გამომდინარე მოგებულის მოკიდებულებიდან გამომდინარე მარცესის მეუბნებისადმი გავლების პარცვეჩნე ყველაზე მკაცრი აპროცესების პირობებში რომ მოგებულის საგადასახადა და შესაბამისად შუამდგომლობის სასამართლოს წინაშე პროგრამული განაკვეთეს საფრთხის კომისიების საფრთხეობა შეიტანოს პროკურორი ცირამოაზგან მედიის წარმომადგენლები დღეს დაუინტერესდით არის თუ არა დაწყებული ნიკამელიას გატაცების საქმეზე გამოძიება. რადგან ორ კვირაზე მეტი გავიდა, რაც ოპოზიციის ლიდერი გაიტაცეს, ვიდრე სასამართლო პროცესზე მოვიდოდა ადმინისტრაციული წესით, ვიდრე სასამართლო პროცესი ჩატარდებოდა მის საქმესთან დაკავშირებით, თუმცა პროკურორმა გითხრა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მას ინფორმაცია არ აქვს, მის დანაყოფში არანაირი განცხადება არ არის შესული, როგორც ჩანს სახელმწიფო ბრალდება ამ დრომდე ვერ გაიგო რომ ნიკამელია იყო გატაცებული და ის ითხოვდა სწორედ რომ გამოეძიებინა ეს საქმე პროკურატურას მოსამართლესაც მიმართა ამ თხოვნით თუმცა მოსამართლე შვანგირაძე მაშინ საერთოდ თითქოს ვერაფერი ვერ გაიგო და არ მიაქცია ყურადღება ნიკამელიას გატაცების ამბავს ნიკამელია რომელიც ახლა ციხეში არის მოთავსებული წულკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ჯერ ელოდება თია წულკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ამ საქმეზე გადაწყვეტილებას ვერდიქტს არ არის გამოიუცხული რომ უახლოეს დღეებში დადგეს ამ საქმეზე გადაწყვეტილება თუმცა სხვა პოლიტიკოსებისაგან განსხვავებით ნიკამელია საპრობილეს ვერ დატოვეს თუ მას მაგალითად ჯარიმას შეუფარდებენ რადგან უკვე ცნობილი არის რომ მას მოსამართლისთვის წყლის შესხმის გამო პატიმრობა შეეფარდა 2 წელს ითვალისწინებს პატიმრობას ეს მუხლი რა მუხლითაც ედავებიან მელიას ამ საქმესთან დაკავშირებით 4 აგვისტოს ჩაინიშნა სასამართლოს ხდომა მელია დღევანდელ სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა რადგან როგორც ადვოკატმა განმარტა ის მდობლობას უცხადებს სასამართლოს